თავი 29. აი სიტყვები აღთქმისა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანებთან დასადებად მოაბის ქვეყანაში. გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში. მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა თქვენს თვალწინ ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს, მის მორჩილს და მთელს მის ქვეყანას. დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები. მაგრამ დღემდე არ მოუწია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალების სახილველად და ყურების სასმენელად. 40 წელი გატარებდით უდაბნოში. არ გაგცვეთიათ ტანზე სამოსელი, არ გაგცვეთიათ ფეხზე ხამლები. პური არ გიჭამიათ, ღვინო და სასმელი არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. მოხვედით ამ ადგილას და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე და ყოგი, ბაშანის მეფე და ჩვენ ვძლიეთ მათ. დავიჭირეთ მათი ქვეყანა და მივეცით წილად რეუბენს, გადს და მენაშიანთა ნახევარშტოს. დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რომ ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ. ყველანი დგახართ დღეს უფლის თქვენი ღმერთის წინაშე, შტოთა თავკაცები, უხუცესები და რჯულის კაცები, მთელი ისრაელობა. დედა წული თურთ და შენს ბანაკში მყოფი მდგმური თურთ, შეშის ჩეხავიდან წყლის მზიდავამდე. რათა შემოხვიდე უფლის შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც კიდევს დღეს უფალი შენი ღმერთი. რათა თავისერად გაგხადოს დღეს და თავად შენი ღმერთი გახდეს. როგორც უთქვამ შენთვის და როგორც აღუთქვა შენს მამა პაპას, აბრაამს, ისაკს და იაკობს. არა მხოლოდ თქვენთან ვდება ამ აღთქმას და ამ ფიცს, არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგანან დღეს, უფლის ჩვენი ღმერთის წინაშე და იმათთანაც, ვინც დღეს არ არიან ჩვენთან. რადგან თქვენ იცით, როგორ ცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გავაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორის თქვენ გაიარეთ. გიხილავთ მათი სისაძაგლეები, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც მათ აქვთ. იქნება თქვენში კაცი ან ქალი, საგვარეულო ან შტო, რომელსაც გული აქვს აყრილი დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. იქნება თქვენ შორის ფესვი, შხამიანი ნაყოფის გამომღები. როცა მოისმენს ამ ფიცის სიტყვებს, დაიკვეხნის გულში. მშვიდობით ვიქნები, თუმცა ჩემს ნებაზე დავდივარო, რათა დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპოს. არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან მაშინ აღიხსნება უფლის რისხვა და შური იმ კაცზე. დაებუდებს მასში მთელი ეს წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი და წაშლის მის სახსენებელს უფალის სისქვეშეთიდან. განკვეთს მას უფალი საბოროტოდ ისრაელის ყველა შტოდან, ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ფიცის თანახმად. იტყვის მომავალი თაობა, თქვენი შვილები, რომლებიც თქვენ შემდეგ გაჩნდებიან და უცხოელი, რომელიც მოვა შორი ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის ნეულებებს, რითაც გასენა ისინი უფალმა. გოგირდი და მარილი, გადაბუგულია მთელი მიწა. არ ითესება და არც არაფერი იზრდება. არა ბალახი არ ამოდის, დაიქცა როგორც სოდომი და გომორი, ადმა და ცებოიმი, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და წყორომით. იტყვის ყველა ხალხი, რისთვის მოექცა უფალი ასე ამ მიწას, რის გამო იყო ეს დიდი რისხვა? იტყვიან, იმის გამო, რომ დააგდეს უფლის თავიანთი მამა პაპის ღმერთის აღთქმა, რომელიც დაუდო მათ, როცა ეგვიპტიდან გამოხარდა ისინი. წავიდნენ და ემსახურდნენ უცხო ღმერთებს და თაყვანისცეს მათ ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს. აიგზნო უფლის რისხვა ამ ქვეყნის მიმართ, რომ მოეწია მასზე მთელი წყევლა ამ წიგნში ჩაწერილი. მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან. დაფარული უფალს ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენ შვილებს უკუნისამდე, რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა.